საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ბექა კობახიძე საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ. მმართველი გუნდის შეფასებით ბექა კობახიძე რადიკალური იდეოლოგიით გამოირჩევა, ეს გადაწყვეტილება კი ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანის იდეოლოგია ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის მისაღებია. მეგინ არსავიძეა თემით პირდაპირ ეთერში. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ვიდეოს სპიკერი არის აქციების აქტიური მონაწილე და რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ბექა კობახიძე. ევროპულ ღირებულებებზე გავრცელებულ ვიდეო რგოლში ის ადამიანის საუბრობს, რომელიც საკუთარი ქმედებებითა და გზავნილებით აცდენილია სწორედ ევროპულ ფასეულობებს. შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა საპატრიარქოს მისამართით და ამართლებს მსჯავრდებული სააკაშვილის რეჟიმს. მედია არქივი ინახავს მის განცხადებებს, სადაც სააკაშვილს აქებს. სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, ვესტერნიზატორი, მისიის განცდით გამსჭვალული პოლიტიკოსი და ეფექტური სახელმწიფო აპარატის შემქმნელი. სახელმწიფო ოცნება მიიტაცა, ეკლესია შიო ჯაღმაიძის პრორუსულმა ჯგუფმა. ბექა კობახიძისნაირი ადამიანების მხარდაჭერა მათი რადიკალიზმის წახალისებას ნიშნავს სახელისუფლებო გუნდისთვის. ქართული ოცნების წევრების განმარტებით სამწუხაროა, რომ ბექა კობახიძე სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლში გამოჩნდა. ეს პირველ რიგში აზიანებს ქართველი ხალხის თვალში ევროკავშირის იმიჯს. ბექა კობახიძეს იმ პოლიტიკურ ძალაში აქებენ, რომელიც მასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას. ესაა ნაციონალური მოძრაობა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ალბათ რის გამოც მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას იყო მისი პროფესიული რეპუტაცია. გაუგებარია ხშირად რა გაუჭირდათ ხოლმე, რა უჭირს ხოლმე ასეთი ევროკავშირის დელეგაციას, რომ მაინც და მაინც რადიკალიზმით ცნობილი სახეებმა უნდა ილაპარაკონ დემოკრატიის საფუძვლებზე, პირველ რესპუბლიკაზე და ასე შემდეგ. სხვა ლოგიკური ახსნა არ არის, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი და ის სახე და იდეოლოგია, რაც ეს წარმოადგენს, არის მათთვის როგორც ჩანს მისაღები და ნორმალური. და ეს არის, როდესაც ვამბობთ ხოლმე დანანებით, რა თქმა უნდა, რომ დასანანია, რომ სწორედაც ამ ძალადობას და ესე ძიზღის ენას თან ასოცირებენ ხოლმე ზოგიერთი ასოცირებს ხოლმე ზოგიერთი უცხოური ძალა. ეს არის რეალურად მათი სახე. კაცი ამართლებს წინა ხელისუფლების ქმედებებს, რომ ვესტერნიზაციისთვის ეს გასაკეთებელი იყო. და ამას აფინანსებს ამ პროპაგანდას ასეც ევროკავშირი. აი ეს არის თავარი უბედურება. რაც არგუმენტები მას გააჩნია გასასამართლებლად წინა ხელისუფლებისა, ძალიან კარგად გამოდგება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამაზე კარგ არგუმენტებს, რატომ არის არაკონსტიტუციური ნაციონალური მოძრაობა, ეს კაცი რასაც ამბობს, იმაზე უკეთეს ვერც მოიფიქრე. ესე იგი, კაცი ამბობს, რომ ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვისა შეგიძლია წყალში მოისროლო. აღარაფერს ვლაპარაკობ, ისინი ხო საქართველოს კონსტიტუციას და მის მეორე თავს არავინ არ აცნობს. ესენი ყველაფერი შეგიძლია გადაყარო, თუ არის ნათელი იდეა იმისა, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ვესტერნიზაცია და ადამიანების შეცვლა. ეს ადამიანი არის რადიკალური გაჯგუფებების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც გამოირჩევა ყველაზე რადიკალური და ძალადობრივი მოწოდებებით. როდესაც ევროკავშირი მსგავს პერსონებს აფინანსებს პირდაპირ თუ ირიბად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატები პირდაპირ ხდებიან წამახალისებლები ძალადობისა და პოლარიზაციის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მსგავს ქმედებებზე, ვინაიდან ჩვენ საზოგადოებას და თვალსაჩინოს არაფერი არ გამორჩება და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ შედეგს ვიღებთ იმას, რომ ჩვენ საზოგადოებაში რეპუტაცია ერახება თვითონ ევროკავშირს. რატომ შეარჩიეს რადიკალური გზავნილებით გამორჩეული ბექა კობახიძეს სპიკერად? ამ კითხვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მივმართეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.